გადაცემა ბრუნდება დაპირების სამებს ჩვენ სტუმართან თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთ ლიდერთან დავით ონოფრიშვილთან ერთად. ბატონო დავით, მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით. ბატონო დავით, მინდა მოგმართოთ იმ კითხვით, რაზეც საუბრობდით ჩვენ მაყურებელთან. თქვენ როგორ აფასებთ მთავრობის ამ ინიციატივას და იქნება თუ არა ეს შეღავათი გლეხებისთვის 30 ლარიანი ვაუჩერი? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ნაციონალური მოძრაობა, მთავრობა, ახალი სოფლის მეურნეობის მინისტრი იგივე პოლიტიკას, რაც აქამდე იყო, პრაქტიკულად არა რეალურ საქმეზე გადადიან, რაც შეიძლება ყოფილიყო თქვა ახალ სტრატეგიაზე მუშაობა, რაღაც ძირითად მიმართულებებზე საუბარი, რომელიც პრაქტიკულად 8 წელია სოფლის მეურნეობაში არანაირი დოკუმენტი არ დადებულა, თუნდაც როგორც ახლა 10 პუნქტიანი პროგრამა აქვს. Oști documente sahi maინც აქვს რაღაცა. თუმცა ეს ბევრი საპრობლემო საკითხია. ესეთი ელემენტარული სახის სტრატეგიული მიმართულებებიც კი არა სოფლის მეურნეობაში დადებული და რა პოლიტიკას ატარებს ღმერთმა უწყის. რაც შეეხება ახლა ეს 30 ლარიანი დახმარება, ალბათ ყველასათვის ცხადია და თქვენი გამოკითხვაც ალბათ იგივე შედეგს მოიტანდა, რომ რეალურად ეს არ არის პრაქტიკულად არანაირად სოფელთან დაკავშირებული არ არის გარდა იმისა, რომ დღეს ხელისუფლება ხედავს რომ არჩევნები მოდის სოფლად მათ მიაჩნიათ რომ კიდევ შეიძლება ხმების დაგროვება, რადგან ქალაქ თბილისში, სხვა დიდ ქალაქებში მათ პრაქტიკულად არ აქვთ რეიტინგი, ან ძალიან დაბალი აქვთ და შესაბამისად ცდილობენ რომ ასე სოფლად რაღაცა რევერანსი ნაბიჯები გადაიდგას, რომ ვითომ ეხმარებიან სოფლის მეურნეობას. სინამდვილეში 30 ლარის მიცემას დღეს მხოლოდ ერთი სახე აქვს, ერთი რომ ეს პოლიტიკურად მომავალში არჩევნებში რაღაცნაირად იქნება მათ ხმამიცენ და მეორე მხრივ მინდა გითხრათ, ეს არის შეულებრივი დახმარება, რომელსაც სოფელთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის დახმარება, რომელიც უბრალოდ გადაეცემა თითოეულ მოსახლეს სოფლად და მათ რასაც უნდათ იმაში გამოიყენებენ და მე მინდა გითხრათ, რომ ეხლა ბევრს დავდივარ. ყველაზე მეტად, აი რაში უნდა დაიხარჯოს ეს თანხავი? აი მას ვამბობდი. თავისუფალი დემოკრატები ძალიან ბევრს დავდივართ, სხვათა შორის უკვე 1-5 თვეა გაზაფხულიდან დაწყებული სოფლად. თვითონ ირაკლი ალასანი 200 სოფელზე მეტში იყო მე ჩემ და თავად სხვა სოფლებში და ხანდახან მასთან ერთად და ასე და მინდა გითხრათ რომ ეხლა სოფლად ისე შეჭირვებულად ცხოვრობენ, იმდენად არა აქვთ მათ ფულადი რესურსი, რომ ჩემი შეფასებით მინდა გითხრათ რომ ეს პირველ რიგში ალბათ წავა წამლებზე, საკუთარ ჯანმრთელობაზე და წამლებზე, იმიტომ რომ არანაირი მათ უზრუნველყოფა არ აქვთ, ვთქვათ, იგივე მედიკამენტები და მუდმივი ჩივილი ეს იყო, რომ მათ არ აქვთ მედიკამენტები და ჯანმრთელობის პრობლემები და დაზღვევის და ასე, დაზღვევა რა თქმა უნდა თავისთავად არ აქვთ ძირითადად და რაც შეეხება ხა სხვა პირადი მომხმარების საგნებზე და ასე შემდეგ. სოფლის მეურნეობა ის არაფერი არ მივა. მაგრამ თუმცა ავიღოთ თქვა რაღაცა ნაწილი, რაც შეიძლება სოფლის მეურნეობას თუ მოხმარდა თქვა, აიღო თქვა ეს 30 ლარი და ეს არის დახმარება, ასე თქვა, რომ ეს სოფლის მეურნეობის ზონა შევთანხმდეთ, რომ ნამდვილად არანაირი პირდაპირ კავშირი. ხა შეიძლება ვიღაცამ დახარჯოს სოფლის მეურნეობაში რაღაცა იყიდოს, ოღონდ შემთხვევაში საწვავს თუ იყიდის ყველანაირი გათვლებით ეს არის 9 ჰექტარზე ერთხელ თუ მოხნავს თავის მიწას ან თუ სასუქს იყიდის ესეც ერთჯერადად რაღაცა ძალიან პატარა ტერიტორიაზე თუ ასე ვთქვათ გამოიყენეს. ანუ კავშირი სოფელსა და ამ დახმარებას შორის არანაირი პრაქტიკულად არ არის. ეს არის უბრალოდ სოფლის მოსახლეობაზე გაცემული 30 ლარიანი დახმარება. და არსებული ბიუჯეტი თუ იძლევა იმის საშუალებას, თქვათ, ის პრობლემები მოგვარდეს, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობთ. არსებული ბიუჯეტი ეს არის ახლა რაც დახმარება იქნება 2011 წლის ბიუჯეტი, მაშინ ცვლილებები ახლა შევიდა. თუმცა იქ არანაირი ესე კონკრეტული მიზნობრიობა ესეთი თანხის არ არსებობს, მე კარგად აქვს საკითხული ეს ცვლილებებიც და ეს ტრადიციულად იგივე მეთოდი გრძელდება, რაზეც ჩვენ არერთხელ ვაცხადოთ, იგივე 2012 წლის ბიუჯეტი არის გაუმჭვირვალე, აბსოლუტურად ხალხისგან დამალული, იმიტომ არის ხელფასის ხარჯი და სხვა ხარჯები. და ზოგიერთი ხარჯი თუ არის საქონელი მომსახურება და ისეც პრაქტიკულად გაშლილი არაა და რაც შეეხება 25 მილიონი გამოდის ლარი, პრაქტიკულად ეს არის იგივე სახის დახმარების გაცემა სოფლის მეურნეობაზე. მე უბრალოდ ერთ საკითხს მინდა კიდე შევეხო, რომ ეს ხელისუფლება რაღაც ამ ბოლო დროს დაიწყო რაღაცა რანგირება ადამიანების ასაკოვანი ცენზის და რაღაც გეოგრაფიული ტერიტორიული ცხოვრების ადგილის მიხედვით. მინდა გაგახსენოთ
ასე რომ დაახლოებით ერთი თვის წინ თქვენს რომ 45-დან 60 წლამდე დასაქმებული ადამიანი, ვინც ახლა 1 იანვრიდან დასაქმდება, ისინი მათზე საშემოსავლოს არ იხდის ორგანიზაცია. ესე ვინც უკვე მუშაობს, ესე იგი იმათზე შეხავათი არ არის, იქ ორგანიზაციაზეა და თან უნდა დაასაქმონ ახალი. პენსიებზე არის ლაპარაკი, რომ 1 ოქტომბრიდან თუ სექტემბრიდან გაიზრდება ეს პენსიები, რომელიც შეეხება მხოლოდ 67 წლის ასაკიდან და ზემოთ. ანუ 60-დან 67 წლამდე ვინც არის პენსიონერი, იმას არ ეხება. ეხლა ეს დახმარება მოვიდა, არის გაყოფილი ქალაქის მოსახლეობას არ ეხება და ეხება სოფლის მოსახლეობას. ხო, აბსოლუტურად დაკარგული აქვს, მე მგონი, ორიენტირი საერთოდ ეკონომიკაში, დახმარებებში და ეს ყველაფერი გამოიხატება საერთოდ ჯამში იმით, რომ არ არსებობს არც სოციალური პოლიტიკა თუ როგორ უნდა დაეხმარონ და არ არსებობს ალკე არც იგივე აგრარული პოლიტიკა თუ როგორ გასაგებია. ეხლა მოვუსმინოთ მაყურებელს, რომელიც დაგვიკავშირდა ტელეფონის ნომერზე 2499060. მოგესალმებით, გამარჯობა. ალო, გისმენთ ბრძანეთ. გამარჯობა, გენცვალე. მე თქვენს სტუმართან მაქვს შეკითხვა და მე მგონი და მე თანხმობა უფრო სწორად მინდა ესეთი რამ უთხრა. მე თანხმობთ თუ არა რომ ხელისუფლება რომ ვაუჩერების დარიგებას აგრძელებს, ეს იმის ნიშანია, რომ სახელმწიფო ქვეყანა არის უკიდურეს გაჭირებულ მდგომარეობაში. მე მგონი მე ასე ვიცი ეკონომისტებისგან, როდესაც გრძელდება ვაუჩერების დარიგება, ეს არის უკიდურესი მდგომარეობა ქვეყნისა. ეს მეორე. სწორია, ქალბატონო. მეორე, სანამ ჩვენთან პროფესიონალები, პრაქტიკოსები არ მართავენ ნებისმიერ სფეროს. აი მაგალითად როგორც სანდობოდა სანტექნიკი, განათლების მინისტრი, პურის ცხონელი, ეკონომიკის მინისტრი, ისტორიკოსი, ჯანმრთელობის მინისტრი, ასე რომ იყო, ვიტომაც იყო კარგად საქმე. სანამ პროფესიონალები, ნამდვილი შემომქმედი პრაქტიკოსები აი როგორც ხელმძღვანელობით მაგალითად ასეთი ბევრი პაპავა, ორახელაშვილი ეკონომიკაში და ასევე ბევრი პროფესიონალი იურისტი, ბრწყინვალე, მინია ურხელიძე, აი ესეთი თანამდებობა საქართველოს საფადოში არაფერი არ ეშველება. მე მგონი ამაში სამეთახმები. გასაგებია. ქალბატონო, მადლობა ზარისთვის, როგორც მაყურებელმა კითხათ, ანუ ეს არის აღიარება ხელისუფლების მხრიდან ქვეყანაში სოციალურად ძალიან ძიმე მდგომარეობაა? თავისთავად, ძიმე მდგომარეობა, მე ამაზე არაერთხელ ჩვენ პარტიასაც გამოცხადებია, თვითონ ბიუჯეტიდანაც გამომდინარე. გეტყვით ქალბატონის სავსებით სამართლიანი თამაში ალბათ ახსოვს ის პერიოდები, საბჭოთა პერიოდშიც და ეხლა კიდე ალბათ თაობა არის, თუ გვისმენ ეს ნაწილი, რომ როგორ ტალონების დარიგება, ვაუჩერების დარიგება, ეს არის ყოველთვის გაჭირვებული სახელმწიფოს ნაბიჯი, გაჭირვებული სახელმწიფოს მთავრობის ნაბიჯი, თუ როგორ რაღაცა შეღავათი მიცეს ქვეყანას, ისიც იმიტომ, რომ ალბათ შეინარჩუნოს თავის ხელისუფლება. ეს ყველასათვის ხადია, იმიტომ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვაუჩერი, ტალონი და ის არ რიგდება რა, ეს რიგდება საქართველოშიც რიგდებოდა კი ბატონო, გახსოვთ ალბათ 91-92 წლებში, შეიძლება 13-ში იყო რაღაც ნაწილი. მანამდეც იყო. ეს არის როცა ქვეყანაში არის გაჭირვება. ეხლა რომელ მიღწევებზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა გეუბნებით რომ არის მინისტრი ახალი დაინიშნა და გახარებული რაღაც პრეზენტაცია გააკეთა, ეხლა 30 ლარი როგორ უნდა დაარიგოს. ნუ ეხლა ეს არის არ ვიცი, კომენტარის გაკეთებაც კი ძნელია ამაზე. ბატონო დავით, როგორც ვიცით, გლეხებს გამოუყენებელი ვაუჩერის განაღდება შეუძლიათ ბანკში. ანუ გვაქვს თუ არა იმის გარანტია, რომ ამ გლეხმა საერთოდ არ გამოიყენოს, თქვათ, იმ მიზნით, რა მიზნითაც მათ დაურიგეს ეს 30 ლარიანი ვაუჩერი. ხო, მიზანი ის არის, რომ მათ ხელზე უნდა აიღონ ან გაცვალონ, თქვათ, ხამქიმიკატებში ან რაღაც ასეთ დახმარებაში, ან გაიცვლება ეკვივალენტზე, ან ბანკიდან უნდა გამოიტანონ შესაბამისი თანხა. ნუ რაღაც თეორიული შანსი არსებობს, მაგრამ ნუ მაინც უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ამ ადამიანებამდე მაინც ეს 30 ლარი მაინც მიაღწევს, იმიტომ რომ თქვენ მართლაც ვერ წარმოიდგენთ, არ ვიცი, თუ ყოფილხართ ან თუ წახვალთ მომავალში, კარგი იქნებოდა, რაოდენ გაჭირვებაში იცხოვროს ძალიან ბევრ ადგილას ადამიანები და მე მგონია, რომ ხა ბანკები იმ თითოეულ სოფელში თუ არ არის, ან რაიონულ ცენტრში არის, ან გვერდზე უფრო შეიძლება დიდ სოფელში ამ განყოფილება იყოს და ალბათ მათამდე ეს დახმარება კიდევ ერთხელ გავიმეორე, ალბათ მიაღწევს. მაგრამ კავშირი არანაირი ამ დახმარებისას ეს არის სოციალური დახმარება სოფლად ცხოვრები ადამიანების. აი ესე შეიძლება სოფლის მეურნეობასთან არანაირი კავშირი ამას არ აქვს. კარგი, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ თქვათ ეს არ არის ეფექტური 30 ლარიანი ვაუჩერების დარიგება და არ არის საკმარისი, მაგრამ შეიძლება არ არის ვაუჩერის დარიგება კარგი, თუმცა აუცილებელი რეალობაა ხშირ შემთხვევაში. ანუ ვსაუბრობთ მის უარყოფით მხარეებზე, მაგრამ უნდა ვისაუბროთ იმაზეც, რომ
რეალურად 30 ვაუჩერიც, რომელიღაც გლეხისთვის მართლაც რეალური დახმარება იქნება. იზიარებთ ამ მოსაზრებას. სწორედ ეს თქვი მე მგონი ერთი წუთის წინ რომ ეს არის სოციალური დახმარება ამ ადამიანებისთვის და მათთვის რომ სახელი ქვია სხვა თორე ეს არის სოციალური დახმარებას ეხლა ბევრი ადამიანი რაღაცა ოდენობა ღებულობს საქართველოში სხვადასხვა დაახლოებით ესეა 30 ლარში ზოგი 22-ს ღებულობს ზოგი ცოტა მეც ყოველთვიურად ღებულობენ ამათვის ეს არის უბრალოდ ამავე სახის სოციალური დახმარება ერთი თვის ჩათვალეთ 30 ლარად რო ეხლა ვერაფერს ვერ გააშენებ, ვერაფერს ვერ მოხდავ და ის ალბათ ყველასათვის ცხადია. მარტო ბაზარზე თუ გახოთ 30 ლარად არ ვიცი ხა რამდენიმე კილო სხვადასხვა სახის ხილი შეიძლება იყიდოთ. ჩურჩხელაღირს 2 ლარი, მაგალითად ბაზარში ვიყავი ამას წინა და ესე იგი ან შეიძლება ლარნახევარი და 15 ჩურჩხელას იყიდით ეხლა. ეს თვითონ არსი არის, თვითონ მახინჯი საერთოდ ეს არის უფრო სოციალისტური ტიპის სახელმწიფოს ფორმის არანაირი აქ ახლა რომ ლიბერალურ ეკონომიკაზე და ლიბერტარიანებზე უნდა გელაპარაკოთ რაზეა საუბარი ეს არის სოციალისტური ტიპის ეკონომიკის დახმარება მთავრობის რომელიც მეტი ვერაფერი სხვანაირად არ შეუძლია რამე გააკეთოს და მიდის პირდაპირ ფულის მიცემაზე რომ იქნებ თქვენ მიხედოთ საკუთარ თავს. კარგით, გასაგებია, მოусმინეთ მაყურებელს. ბრძანეთ გამარჯობა. გამარჯობათ კიდევ და არ გამთიშოთ ძალიან თქო შეიძლება ეს არ იყოს ახლა 30 ლარიან რაღაცებთან დაკავშირებული ერთი რაღაც არ მომეწონა ესე ბატონო ბიძინამ რო ბრძანა რომ აი პოლიციის რეფორმა ეს არაჩვეულებრივი რაღაცა იყო ეხლა ბატონო ბიძინა დაავიწყდა რომ 30 წლის ასაკის 35 წლის ასაკის პროფესიონალი ოპერა მუშაკები რომლებსაც აკადემია დაამთავრეს 4 წელიწად ნახევარი ისწავლეს იმუშავეს ომები გამოიარეს 50 გრადუს ყინვაში ცხინვალში აფხაზეთში ესენი ყველანი დაჯდნენ მერე სახლში რომლებიც ესე იგი 2 ლარი არ ედოთ ჯიბეში ოპერა მუშაკები ყველაზე პატიოსანი ხალხი იყო ზუსტად პირველად ესენი გავარდნენ სამსახურიდან. კარგით, რა შეხება კითხვას, გაქვთ თუ არა რაიმე კითხვა? იცი, კითხვასთან მე ახლა ამაზე რაც უნდა ლაპარაკეთ, ეხლაც ვთქვი, ვინც არ უნდა დაგაფინანსოს, ვინც არ უნდა იყოს ეს. თუ დაფინანსება უნდა და აქამდე მოეცა, თუ არა და მაშინ თუ გეკუთვნოდა მოგეთხოვა აქამდე. კარგით. შენთან მოგეთხოვა. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. შემდეგი კითხვით მინდა მოგმართოთ. ექსპერტები საუბრობენ იმაზეც, რომ ამ ხელა და ამდენი რაოდენობით მილიონების გაცემა ვაუჩერებში შეიძლება ამან გამოიწვიოს ინფლაცია. არის თუ არა ამის შეშება? გარკვეულწილი პოზიცია სწორია. გარკვეულწილი პრესი იქნება ცხადე ფულის მასა უცბად გაიზრდება თუმცა ეს რეგიონებშია მაინც ასე ვთქვათ გაფანტული და ამის შედეგად მგონია რომ ეს არ იქნება ისე მაღალი ან მნიშვნელოვანი რომ ამ ეტაპზე რაღაც სერიოზული ასე ვთქვათ გავლენა იქონიოს თუმცა რაღაც მინი გავლენა შეიძლება იქონიოს თუ ამას გააგრძელებენ ახლა ყოველ თვიურად ან ასეთი დახმარებების და ასე ვთქვათ ნაღდი ფულის გაცემა ცხადია ეს იქნება სერიოზული პრობლემა უკვე ინფლაციას და ინფლაცია მოგეხსენებათ ეს არის ფასების და ამიტომ საერთოდ დაკარგავს ეფექტს ესეთი დახმარებაც კი კარგით დიდი მადლობა სტუმრობისთვის ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა ბევრი კითხვა იყო თუმცა ვერ დავსვით მაყურებელს შევახსენებთ ჩვენი სტუმარი იყო თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი დავით ონოფრიშვილი 249-460 იყო ჩვენი სტუდიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი მადლობა ასევე თქვენ მობრძანებისთვის მადლობა აქტიურობისთვის თქვენ ხვალამდე გემშვიდობებით თუმცა არ გადართოთ როგორც ყოველთვის პირდაპირ ეთერში მუშაობას ჩემი კოლეგები განაგრძობენ ნახვამდის